ჩემი მოქალაქეები, რეალურად ასე გამოდის რა. უფასოდ და ყველა სხვა დანარჩენი თბილისელი ნაცვლად 50 რეჟიმში ამოქმედა 600,000 თბილისელი. 2 მიწისქვეშა და 2 მიწისზედა თქვენი ცით 12 საზოგადოებრივი ჯგუფია. მე დარწმუნებული ვარ, ეს არ არის უბრალოდ მარტივი არჩევანი. ნაცნობებს უნდა უთხრათ, კი ბატონო, იყავდა გამომდინარე, არ მიცე ხმას გამგეობებში, მაგრამ გადადენად განვითარდა აი ესეთ ანკესებს მოხდა ყურადღება ბატონმენი პროექტებისა. ნუ მაგალითად რკინიგზასთვის და არ შემილია მე 2013 წელს მხოლოდ სამშენებლო სფეროში დასაქმებული იყო 52,000 ადამიანი შარშანანუ მაშინ როდესაც 2012 წელს იყო 70,000 ადამიანი, ანუ 18,000 ადამიანით ნაკლები იყო დასაქმებული მხოლოდ მშენებლობის სფეროში. სამწუხაროა, როდესაც რეალურად ეს ბიუჯეტი გაირღვა, ამასთან ერთად იმდენად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა ცენტრალურ ხელისუფლებაში შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ ამის საჭიროება რეალურად არ ყოფილა და 1,600,000,000 ძვირი კრედიტის აღება მოუწიათ. თბილისს ჩააგდებენ იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ჩააგდეს სხვა დანარჩენი საქართველოს. ვაჟა-ფშაველას კვარტლები და ნუცუბიძის ფერდობი არის უკეთესი ვიდრე იყო 10 წლის წინ. თავისი განათებიდან დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, კორპუსების მდგომარეობით და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ რაღაც გვიკეთებია ამ წლების განმავლობაში. ამიტომ აქვს თქვენი მხარდამჭერის იმედი. დიდი მადლობა ყველას და 15-ში გელით არჩევნებზე.